ყველაზე ესე ვთქვათ ნეგატიური ფიდბექი რაც მოდის მომხმარებლებისგან ამჟამად არის ნიტრატები და ნიტრიტები. ეს დანამატები უმეტესად გამოიყენება ძეხვეულში, სოსისებში და მსგავს პროდუქტებში. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება ასეთ ძეხვის შეწვა, მაგალითად, ეს ნიტრატი ან ნიტრიტი გადადის ნიტროზამისში, რომელიც აღიარებულია პირველი ჯგუფის კანცეროგენად, თუმცა როგორც ვახსენე, არ უნდა შეგვეშინდეს ერთი კონკრეტული შემთხვევის, ანუ ერთხელ თუ შევწვავთ ჩვენ რომელიმე ძეხვს, ეს არ არის საშიში არის მისი ყოველდღიური მოხმარება და ეს კვლევებით სწორედ ყოველდღიურ და ხშირ მოხმარებაზე არის გათვლილი. შემიძლია გავიხსენო სულფატების ჯგუფის კონსერვანტები, რომლებიც ესე ვთქვათ დაბალი იმუნიტეტის მქონე ან ალერგიის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. აღნიშნულია ეტიკეტზე უმეტესად ეს დანამატები იკოდებით, ნიტრატები E250-დან 252-მდე, სულფატები E220-დან E222-მდე. ჩვენ არაკონკრეტული კონსერვანტის უნდა გვეშინოდეს, რაც კანონმდებლობით არის დაშვებული, არამედ უნდა შევცვალოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიური რაციონი. დიდი რაოდენობით მოხმარება ასეთი სურსათის, შემდგომში, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენი ნაწლავების მიკროფლორაზე და ნეგატიურად აისახება ეს ყველაფერი ჩვენ ჯანმრთელობაზე.